მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ტრანსგენდერიზმის და ზოგადად გარყვნილების იდეოლოგიურ ფესვების შესახებ. შეიძლება რამოდენიმე ვიდეო იყოს, მაგრამ არ ვიცი რამდენიმე. ეს პირველი ნაწილია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. მოგესალმებით, ესეთი დიდი ფსიქოანალიტიკოსი იყო კარლ იუნგი და კარლ იუნგი ძალიან არაერთმნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ხალხს გონია რომ იგი მხოლოდ მეცნიერებაში მოღვაწეობდა, არა, იგი ეზოთერიკოსი იყო, მას ეზოთერიკული დედა ყავდა მედიუმი, ასევე ბებიაც და ასე შემდეგ და ესეთი ეზოთერიკულ რაღაცებს ძალიან დაინტერესებული იყო, წლები ცხოვრობდა ჰიმალაებში და ამ აღმოსავლურ რელიგიებს სწავლობდა და ძალიან ბევრი ესეთი შრომა აქვს, არაერთმნიშვნელოვნად, ძალიან უცნაური შრომები აქვს დაწერილი, მათ შორის ამტკიცებდა რომ ქრისტე და ანტიქრისტე, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე საწყისის ორი მხარე იყო და ორივე სასარგებლო იყო. ასე მიაჩნდა მას. რატო ვსაუბრობ კარლ იუნგზე? იმიტომ რომ კარლ იუნგს ყავდა მეგობარი, ძალიან გულმხურვალი და მოწაფე, მისი ჯუნ სინგერი, ქალბატონი იუნ სინგერი ასე ერქვა. ისეთი ახლო მეგობარი იყო, რომ როდესაც იუნგის გარდაცვალება, ანუ როდესაც საწოლში იწვა სარეცელზე, სასიკვდილო სარეცელზე, არ მოცილებია თავიდან ეს მისი მოწაფე სინგერი და როდესაც გარდაიცვალა, ერთ-ერთი იყო, ვინც დაესწრო მის გარდაცვალებას. და ეს ქალბატონი, ჯუნ სინგერი, ქალბატონი რა, ოკულტისტი რეალურად ჯადოქარია, მე რომ მკითხო. თავის 1977 წლის წიგნში Androgyny Toward the New Theory of Sexuality, ანუ ანდროგინია სექსუალურობის ახალი თეორიისკენ, ასეთ წიგნი, იუნგის თეორია გამოიყენა მან და ამტკიცებდა, რომ მერწყულის სულიერი ეპოქა, ასე უწოდებდა იუნგი მომავალ ეპოქას, მერწყულის ეპოქას უწოდებდა, სადაც მისი აზრით მსოფლიოს გაერთიანება უნდა მომხდარიყო. ანუ იუნგი ამტკიცებდა, რომ აუცილებლად oneness-ს ეძახდა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო oneness-ი, ანუ გაერთიანება მსოფლიოსი ყველა განსხვავებების წაშლა. ასე მიაჩნდა იუნგს. და ამ მისმა მოწაფემ დაამატა, რომ აი ამ მერწყულის სულიერ ეპოქას ასევე იყო ანდროგინიის სექსუალური ეპოქა. ამ ეპოქის ახალი ჰუმანიზმი მოითხოვდა სექსუალობის ახალ ხედვას, მისი სახელწოდებით ანდროგინიას. ანუ მამაკაცისა და ქალის გენდერული იდენტობების შერწყმას ერთ პიროვნებაში. ოპა, როგორც ვიცით ხოლმე, ანუ 1970 წელს წერდა ეს ქალბატონი, რომ მოხდეს ქალისა და მამაკაცის სექსუალურობის შერწყმა. ანუ ჰერმაფროდიტიზმი, რაღაცა ტრანსგენდერიზმი და რაღაცა სიგიჟობები, ეს ქალბატონი ამტკიცებდა იუნგის თეორიებიდან გამომდინარე. მისი აზრით ამ ახალი ეპოქის ჰუმანიზმი მოითხოვდა სექსუალობის ახალ ხედვას, ანდროგინიას, ანუ მამაკაცსა და ქალის ხო, ეს წავიკითხეთ, კი ბატონო. აგერ არის ის შრომა, ნახეთ, ჯუნ სინგერ Androgyny Toward the New Theory of Sexuality, New York, 1976 წელი. ასევე სინგერ Boundaries of the Soul, the Practice of Jung's Psychology. ანუ სინგერის დაწერილი ამ ქალბატონის სულის ესე ქვია, სულის boundaries, ანუ შეზღუდვები, რაღაცა საზღვარი, იუნგის ფსიქოლოგიის პრაქტიკა. იგი წერდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც დაგჭირდება ჩვენი საკუთარი ახალი ალქიმიური ოპუსის შესასრულებლად. ჯადოქარია მეთქი გეუბნებით. რათა ჩვენს შიგნით არსებული წინააღმდეგობები შევაზაოთ, შევაერთიანოთ. ანუ ქალისა და კაცის ურთიერთსაწინააღმდეგო სქესები გავაერთიანოთო. სექსუალური საზღვრების ამ წაშლის კულტივირება გადამწყვეტია მომავალი ახალი ეპოქის რეალიზებისთვის. იგი წერს, ანდროგინი შეგნებულად მონაწილეობს ევოლუციურ პროცესში, ხელახლა აყალიბებს ინდივიდს, საზოგადოებას და პლანეტას. ოპა. ანდროგინული მღვდლები
ასოცირდებოდნენ ქალღმერთ იშთარის თაყვანისცემასთან. ნახე? რომელიც შუმერულ ეპოქაში ძველი წელთაღრიცხვის 1800 წელს ასეთი კულტი იყო. ანუ სად მიდის ნახეთ წარმართობის რა სიღრმეებში იშთართან შუმერულ ცივილიზაციაში რომელიც საუბრობს შიშველ ევნუხებზე რომლებიც დაკავშირებული იყვნენ შუმერული ქალღმერთ ინანას იშთარის სხვა სახელწოდება კულტთან რაც მოიცავდა წმინდა ქორწინების რიტუალს ქანაანური ქალღმერთ ანათის შესახებ ჩაწერილია მისი მღვდლები გადაცმულები იყვნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ როგორც ქალები გასაგებია რა სიღრმე აქვს ამ ოკულტიზმს ამ წარმართულ სატანიზმს რეალურად რაც ხდება სამყაროში მე-5 საუკუნის დასაწყისში ქალღმერთ კიბილეს კულტი კვლავაც წარმატებით არსებობდა ძვირფასო მეგობრებო ნეტარი ავგუსტინე თავის წინვალე შრომაში ღვთის ქალაქში იგი აღწერს ჰომოსექსუალი მღვდლების გალოის საჯარო გამოჩენას იგი წერს გუშინ ისინი ნახეს თმას ველი ჰქონდათ წარმოიდგინეთ რა მე-5 საუკუნეა სახეები მაკიაჟით დაფარული კიდურები მოდუნებული სიარული ქალური კართაგენის ქუჩებში და მოედნებზე დახეტიალდებდნენ და ხალხისგან ითხოვდნენ სახსრებს ანუ ფულს ითხოვდნენ რათა დაეფინანსებინათ მათი სამარცხვინო ცხოვრება წერს წმინდანი ანდროგინის უძველესი კონცეფციის შესახებ შეგვიძლია აი ეს წიგნები წავიკითხოთ ძვირფასო მეგობრებო ვისაც აინტერესებს მაგალითად The God of Sex How Spirituality Defines Your Sexuality ამ ქალბატონმა სინგერმა ანდროგინული ადამიანური მეს ბუნება რაც ჰომოსექსუალობას გულისხმობს მიიყვანა კოსმოსის ჭეშმარიტ საფუძვლებად ნახეთ რა ხელა სატანიზმის ისინია სიღრმეებია ანდროგინის არქეტიპი ნახე იუნგის სიტყვა არქეტიპები შემოიტანა იუნგმა ანდროგინის არქეტიპი ჩვენში ჩნდება როგორც თანდაყოლილი განცდა და როგორც მოწმობა პირველყოფილი კოსმიური ერთობისა. ძვირფასო მეგობრებო, ეს უკვე ნეოპლატონიზმის რაღაც ნიშნებს შეიცავს. ანუ ეს არის მონიზმის, ნახე? მონიზმის, ანუ გაერთიანების ერთი სუბსტანციის საიდუმლო, ანუ საკრამენტი, სიწმინდე, რომელიც ფუნქციონირებს განსხვავებების წასაშლელად. ეს თითქმის სრულიად ამოიძირკვა ქრისტიანული ტრადიციიდან. ანუ ქრისტიანულ ტრადიციას აფასებს ქალბატონის სინგერი. რომ აი ეს განსხვავებების წაშლა იყო და ქრისტიანულ ტრადიციამ განსხვავებები დატოვაო. ხვდებით მეგობრებო, რამ სიღრმე სატანიზმია? აი ეს არის საფუძვლად მეგობრებო აი ამ სექსუალური რევოლუციის რეალურად პირდაპირ სატანიზმი, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირ წარმართობიდან მოდის, როგორც ვნახეთ ფაქტები, ძვირფასო მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.